გურჯაანის სპორტული გაერთიანება 2025 წლის სასწავლო სამწვრთნელო პროცესს სრულ მზადყოფნაში ხვდება. გაერთიანების დირექტორის გელა დალაქიშვილის განმარტებით, შარშანდელის მსგავსად განსაკუთრებული ყურადღება წელსაც ოლიმპიური სახეობების სამწვრთნელო საღმრძლო პროცესს მიექცევა. 17 სახეობა, რომელიც მუნიციპალიტეტში არსებობს, ყველა მიზანი მართულად ვითარდება, ხელშეწყობა შესაბამისად ყველას ერთნაირი აქვს. აქცენტი მაინც ოლიმპიურ სახეობებზეა. შარშანდელის შედეგებიდან გამომდინარე, შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავი ჰქონდა. 5 სახეობაში ყავდა საქართველოს და ევროპის ჩემპიონები. წელსაც ვფიქრობ, არანაკლები შედეგები იქნება. სიახლე გვაქვს ის, რომ მოხდა ფეხბურთის განვითარების პროგრამის გადახალისება, გაახლება და კომპეტენტური ინსტრუქტორების დამატება და შემუშავებულია გეგმა ფეხბურთის განვითარება, როგორ უნდა მოხდეს მუნიციპალიტეტში, უკვე ამაზე მიმდინარეობს მუშაობა. შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფები კახეთის ჩემპიონატებზე იღებენ მონაწილეობას და საკმაოდ წარმატებულად. წელს რესპუბლიკის მასშტაბით ლიგაზე მიიღებს ერთი გუნდი მონაწილეობას და ესე ნაბიჯ ფეხბურთსაც მოვიყვანთ იმ დონეზე, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტს ეკადრება.